გამარჯობათ, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, რადიო მსმენელებო, მედია კავშირის ობიექტივის სტუდიიდან. დღეს, როგორც ყოველთვის, 1 საათის განმავლობაში თქვენთან ერთად პირდაპირ ეთერში ვიქნებით მე, ირაკლი კობრავა და ბატონი გიორგი კარტოზია. ნომერი განთავსებულია ტელეეკრანის კუთხეში, რადიომსმენელებისთვის ვიტყვი 557-88-5588. დარეკეთ და ვისაუბროთ ვეძებოთ გამოსავალი დღეს სამწუხაროდ ქვეყანაში, მსოფლიოში შექმნილი პროცესების შესახებ, რომელიც სასიკეთოს არაფერს გვიქადის სამწუხაროდ და თუ ჩვენ არ გძალვით მსოფლიოში რამე გავლენა ვიქონიოთ, შეიძლება ეს მაინც მოუძებნოთ, რომ საქართველოში რაღაცა სიკეთისკენ შემოვაბრუნოთ სიტუაცია და დავეხმაროთ სხვასაც და საკუთარ თავსაც. ერთი რაღაც მაინც მინდა ვთქვა, რომ ესეთი გამონათქვამია ხართან დააბი, ან ზნეს იცვლის, ან ფერსო. და ნელ-ნელა ეს კოცები ნაცებს ემსგავსებიან. ნაცების დროს რო კრიტიკა გაგიკეთებია ნაციონალისტებისთვის, რუსეთის აგენტი იყავი. და დღეს ესენი სხვა ტრენდს მიმართეს, თუ აკრიტიკებ კოცებს, შენ ნაციონალების და ამ ლიბერალისტების და რაღაცა ამოხრობის მხარეს ხარ და როგორ შეიძლება ახლა ჩვენ მონარქისტები, რომლებაც სუთავი რო დავანებოთ ეროვნულ მოძრაობას და დანარჩეს მიშას დროს არჩევიდან 3 თუ 4 თვეში სოროსი გავასვენეთ საქართველოსდან, რომ სოროსი გასულიყო და თავს მოხვეული ეს უბედურება, რაც სოროსმა მოიტანა, რომ წასულიყო. იმდენი აქციები ჩავატარეთ, იმდენი მებრძოლეთ, დაგვიჭირეს, ციხები გვახეხინეს და ჩვენ როგორ შეიძლება ვიყოთ ახლა ამ ნეოფაშისტებისა, ნეოტროცკისტების და ნაციონალების მხარეს. მაგრამ იმდენად შეეჩვენენ ესენი ხელისუფლებას, რომ უკვე ხელუხლებლები უნდა იყვნენ და მათზე ცუდის თქმა არ შეიძლება, ცუდის კი არა, სიმართლის თქმა, რომ ცუდს აკეთებენ და შენიშვნა მისცეთ და არასწორს აკეთებენ, რა რეალურად არასწორად რომ იყავთ რა გარკვეული პოლიტიკური საკითხები თუ ეკონომიკური საკითხები, მაგაზე შენიშვნის მისცემა ან თქვა რომ ეს ესეა, რატლევს აქეთ რომ გაბრალებენ, კაცო, აირჩიეს ვიღაცა არ გამოდგა ჩვენი ბრალია, ხალხის ბრალია, რატო აირჩიეთო? ის დააღნიშნეს პრეზიდენტები, პრემიერები და ეხლა ვაფშე ერთმანეთის ჭამა, კუდის ჭამა დაიწყებს უკვე. აგერ უბრალოდ რა იყო ეს ცირკი რო გააკეთეს კალაძეს რო როგორც თქვა რომ ვიყრი კენჭსო, ეგრევე ეს გამოსახლება რომ მოუწყვეს ნაციონალური სტილით, ნაციონალების სტილით. გამოყარეს ხალხი და ქუჩაში დაყარეს და ქალაქის მერია, რაშვაშია ქალაქის მერი, მაგრამ კერძო საკუთრებასთან. ხო, მაგრამ დაბრუნდა მერიას, რომ მერიამ არ იზრუნა თურმე ამაზე და ერთმანეთს დაჭამენ ეგენი. რა ვიცი, ჯერ ის თქვათ, რა ქვიოდა ხარეს ვიძინას ხალხი თუ რაღაცა ისინი იმად დაჭერები დაიწყო, მერე ამად დაიჭერენ და საერთოდ რა ვაკხანალია და სოფლიო ცეცხლშია პირდაპირ, კაცო, აგერ ტაილანდი, კამბოჯა, ეგერ ინდოეთი, პაკისტანი, ეგერ ჩინეთი კვილებს ილესავს ტაივანზე, აგერ გახურებული ომია მთელი ევროპა და ამერიკა ებრძვის რუსეთს და თითქოს უკრაინა რუსეთის როგორი უკრაინა რუსეთის ომია ტრამპი ევროპის 350 მილიარდზე აქვს ლაპარაკი ტრამპს 350 მილიარდზე ახლა პრეზიდენტია კი არა ცოტა ტრამპაც უყვა მაგრამ 350 მილიარდია და უნდა ის ფული ამოიღოს და ისევ დაიბრუნოს ამერიკაში და აგერ ევროპა ამხელა დღეს ხო ტექნოლოგიებისა და ყუმბარების ომია. დღეს უფრო მეტი დრონებითა და დაბომბებით ხდება ომი და არა ცოცხალი ძალით. და ამიტომ თუ ტექნიკას მისცემ ქვეყანას და ხლა უკრაინაში უკრაინას 10% მაინც 4,5 მილიონი ჯარი იყო. 4,5 მილიონი უნდა შეეგროვებიან.
მაგრამ როგორ მიაწოდეს ტექნიკა მიაწოდეს პორცია პორციობით რაღაცა იმებით რომ უკრაინას თავი ვერ დაეცვა და ნუ რა ძალიან ბევრი ცუდი რამე ხდება სოფლიოში მაგრამ ჩვენთან ამაზე რამე მიდის საუბრები გარდა იმისა რომ ნაცები რაღაცას იტყვიან მე ეს კოცები სულ თავდაცვის და აპრავდანის იმაში როგორ პოზაში როგორ უნდა იყო კაცო თავის სულ ყოველ სკოლი უნდა იმართლო რა რაღაცა ხდება ესე იგი რაღაცაშია საქმე ნუ ამის ნათელი მაგალითია ირაკლი ალბათ აი ეს სოციალური გამოკითხვა რომელიც ამ გორუბმა დადო სულ ახლახანს და რომელიც რეალურად ის კვლევებია რა კვლევებიც უნდა ორივე მხარეს ნუ მიდის აი ვაჭრობა რომ ჩვენ მეტი გვინდა ასე შემდეგ აი ამაზე აქ ახლა საფორმეტი რეალურად აი ესე ნელ-ნელა კიდე აი პატრიოტების მასე რომ ვთქვა ნელ-ნელა 3% დაუწეს მე 2 და 2.5 1 და 8 და საერთოდ უნდა გააქრონ და პოლიტიკური ველიდან და არ გამოვა ესე, იმიტომ რომ საქართველოში ვარ ჩვენ ქართველები ვარ და ქართველებში ყოველთვის იყო კონსერვატიზმი, პატრიოტიზმი და ყოველთვის იყო ეროვნულობა, როგორ შეიძლება ქართულ კაცს წაართო, ვერ წაართმევ. და ესე ნაგლად რომ ამას აკეთებ, რომ დღეს კიდე 56% იწერ. ხა ეს ხო სასაცილოა. ეს ხო თავხედობა, ეს არ ვიცი რა და კიდე ეს როგორ იყო არ გახსოვს კაცო ვიზა ლიბერალიზაცია რომ მივიღეთ რა დღეში იყვნენ ამათო ნაცებს არაფერი არ უკეთებიათ აი ჩვენ გავაკეთეთ რომ უვიზოთ შეგიძლიათ ევროპაში იაროთ აშენდა საქართველოს ევროპაში გავიდა გაყარეს ეს ხალხი მაგაზეც მინდა ერთი ორი სიტყვა თქვა ირაკლი რომ დღეს რაღაცა აი ესენი გვებრძვიან ისაო ესა და მე მართლა მესმის აი ევროპელი თუ ამერიკელი დიპლომატების პოლიტიკოსების რომლებიც დღეს გაკვირვებულები არიან და ხელისუფლებას აკრიტიკებენ 13 წლის განმავლობაში ყურმოჭრილი მონებივით იყვნენ ვითრადო ხო არა იყვნენ ყურმოჭრილი მონები იყვნენ და ეს ერთი წელი რაღაცა მოუვიდა და დაუწყეს ისა და ისინი გაკვირვებულები არიან რა მოხდა ასეთი გამეგეთ აი ამ ერთ წელიწადში შმორუარე ვიღაცა ხო აი ესეთი ხო აი ეგეთი ვარიანტი იმათმა დასვეს სხვა გამოსავალი არ იყო ჩვენ რომ მოძრაობა დავიწყეთ არ გახსოვს მიშა გადარეული დარბოდა ამერიკაში ბრიუსელში მოსკოვში მიშველეთო აი პატრიოტები რამდენს აკეთებდნენ რამდენი საქმე გააკეთეს ამ ბრძოლაში პატრიოტ ალიანსმა შტარტი შეურყიეთ მიშას და ისეთი დრო დადგა რომ შეიძლება ქართულ კაცს იარაღი აიღო გამიგე მიშას და ისე დაიძაბა უკვე სიტუაცია უკვე გამოსავალი არ იყო და მონახეს ეს ბიძინა რა ნორმალური ადამიანია დასვეს და უთხეს იქნები ამდენი ხანი და მე უნდა წახვიდე წასვეს რომ მოვიდა არ მოინდომე სულ უბრალო ენით რო ვთქვათ რა და ეხლა ამ ტახტისთვის ბრძოლაში შეიძლება საქართველოს გადააყოლონ და საქართველოს თუ ერთი ზარია გისმენთ გამარჯობა გენერალ ერთი შეკითხვა თქვენთან გენერალ ბრძანეთ რაზე შემოიყვანეს ეს ამოდონა პაკისტანელები და ინდოელები თუ იცით აბა მაყუთის ამბავი არ არის მარტო მაყუთია ხო ნუ ეხლა არჩევნებში რო ხმამისენ იმიტომ ისეს მოსახლეობა არა არც მაგია ურიგო აზრი მაგრამ ეხლა ყოველას მოქალაქეობა არა აქვს ეხლა მაგათ ყველას არ აქვს მაგრამ ვისაც აქვს ესენი ყველანი მაგათ მისცემს ხმასა რა თქმა უნდა ხო ესენი ვითო ლიბერალები ვართო და უვიზო რეჟიმებია მიმოსვლის და ყველა შეუძლია შემოვიდეს ნებისმიერ რა უნდა ვიყვნოთ ახლა ეგ როგორ უნდა გავყაროთ აქედან რა ვიცი უნდა არსებობს შრომის სამსახური რო მიგრაციის პოლიცია შრომის ის ქალები არიან ვიღაცები ხელს უწერენ ვითომ ცოლები არიან შემოყავდა სამწუხაროდ ხდება ეგეთი ფაქტებიც არის ძალიან ბევრი მოქალაქეობას და ისევ ფულზე მივდივართ ფულისკენ მივდივართ ის 100,000-ია ეხლა 100,000 სამოცინაც რო თქვი რომ ზოგიერთი ქართველი გათახსირებულია მეთქი შემეძავა ვიღაცა რომ მაგას რა თამო გათახსირე არა ვართ მაგ გათახსირებულები
ქართველიერი რომ მაგას გააკეთებს წამოახედა ეხლა დავითსა და სააკაცესა აბა ჩუღია თავებს დააჭრიდა არა ეგეთი სასიცხვილო პერიოდები გქონდა ბავშვებსაც ყიდნენ მაგრამ დღეს ეხლა 21 საუკუნეში ესეთი რამები არ უნდა ხდებოდეს მაგრამ იცით რა ამათ არ არის ეს ხო მაგათი სამშობლო არ არის ეს არის სამუშაო ადგილი სადაც ფული იშოვება და ეხლა მეც რო ჩამიყვალო ეხლა უგანდაში ხა ძალიან თავს არ მოვიკლავ იმ ქვეყნისთვის და ვიმუშავებ და რაღაცა ვიშოვი და წამოვიღებ სიტყვაზე მაგრამ შენ რო ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ და იძახი ქართველი ვარ უნდა მიხედო რომ ხალხმა აგირჩია თუ თავი აირჩიე თუ ხარ და მუშაობ უნდა სინდისიერად აკეთოს საქმე რომ ქვეყანას გამოადგეს და ხალხს გამოადგეს მაგრამ ამათგან არაფერი არ გამოვა ამდენი წელია რაღაცა უნდა დამჩნევოდა და არ ემჩნევა და რა ვქნათ რა თქმა უნდა და კიდევ მადლობა სარისთვის მადლობას მადლობა მოუხადოთ აქ არის კიდევ აი რასაც საუბარი ეს არის სწორედ ერთი იაფი მუშახელი ეს პაკისტანელები $100 ინდოეთში 5-6 სულიან ოჯახს ინახავს ერთი თვე ერთ-ერთი მთავარი ერთ-ერთი ძირითადი არგუმენტია ეს არის სწორედ რომ აი იაფი მუშახელა და გამახსენდა ზუსტად აი ეს ბოლო მომენტი აი ხასაც ბატონი ბრძანება რომ მიშამ რო გააკეთა ბოლო დღეს რომ ის 38000 მოქალაქეობა რომ ისა უცბად რომ დაშევებოდა პალატკა გახსნილი ხო თავრობის ახლა ხო ხალხი ელოდებოდა რომ ამდენი 1000 ხალხს რისი გულისთვის და არჩევნებში რომ მიიღოთ მათ მონაწილეობა და ხმა მიესათ მისთვის რა იგივე ხდება ზარია გისმენთ ბატონო ავიცი გისმენთ თავარი იცი რა არის დიახ გისმენთ ხოდეს ფული რო არ იყო დაჩაგრული ხოდეს ფული თქვენ არ გიდათ ვაყოფი არა რო არ უნდა მაგრამ იცი რა ვიღაცას რაღაც გაუკეთო რაღაცა სიცოცხლე ჩადეს რა ხვარი კი არ უნდა იყო ვიღაცა ბიჭო ფულის გულისთვის კი არა და რაღაცა სიცოცხლე ხო გინდა აი გერესია საქმე ფული რა თქმა უნდა ვიდო არ გიდათ ეხლა ვაყოფი ესა შემოგარგო იმსეთი ახლა ლაბაზი ქვეყანა გვაქვს ბიჭო იმღელა ფულის შოვნა შემეძლო როცა იყო ეს პერიოდი და ხელი არაფერს მოვკიდე და რატომაც არ შემეძლო მაგრამ ის ვიცოდი რომ არ შემერგებოდა და არც მოვკიდე ხელი და ფული საჭიროა იმიტომ რომ ფულზე ჩამოკიდეს ყველაფერი ამ სოფლიოში და მშერი მოკვდები თუ ფული არ გაქვს და რომ მოგშივდეს და მოიპარო იმხელა სროქს მოგცემე რომ შიმშილით იქ მოკვდები ზარია გისმენთ უგესალმებით გამარჯობა ძალიან ხოთ ცენტრიაქს აგებს მოგახსენე დღესაც პარა მერე გადავიდეთ რა პოლიტიკურ საკითხს კი ბატონო ამ თქოს შემოედი დარდაბნის მერიგას მუნიციპალიტეტში ყოფებოდი შევდივარ მერის მოადგილესთან და ვეუბნები 30 წელიწადია სახლი აშენებული მაქვს და წალი არა მაქვს რამდენიმე დავახმოვანეთ და ტელევიზორს ეს კიდე მიტრიალებს კი პასუხობენ რომ მეზობესაც ხალი რატომ მეკითხები მეზობეს რა ვიცი გაქვს მე არა მაქვს ხალი და მოედი ჩვენამდე რომ დამიკეთო ესმე პენსიონერსაც რომელსაც შევალიე თელი განხონე ამ ქვეყანას კომუნისტებიდან დღემდე მე იძულებული გავხდები პერმენტის საფეხზე ხომ და ახალი ჩამოეყვა ეს წერილი და პასუხია დაცემული ჯივიტი იცილე სამაზ და ამის სამათებს სამაზე და ჯივიტის აქ წელი ჩაგდებული მთლიანად ეს რაც შემოდის და გახსენებამდე ცენტრალური მაგისტრალი და ეს წელი მიტოვებულია ანაბარა რა როგორც აი სიკარასი არის ბელტოა ჩაგდებული ტრალებში და მოსახლეობას არ აქვს რა გავაკეთე დავალიანება სოფელსო მე გადავუხდი სოფელს დავალიანება ეს თქვენ ფასერი რომ დაწევაზე ციტა ასე ზერელეთ მაგას პასუხს რა თქმა უნდა გქონდეთ წყალი ეხლა 21 საუკუნეში რა სისულელია იქ მაგაზე კამათი მაგრამ რატო აქვს სოფელს დავალიანება რატო რა ვიცი მარტო თქვენ ხართ ესე დაზარალებული
მე თვითონ ერთი 4-5 ოჯახია. ეს სოფელი გამარჯვება არის, რომელიც 53 წელი გადმოასახლეს ეს ხალხი. და აღარ გაიზარდა ეს სოფელი. და მოსახლეობის რაოდენობა არ მოყვნის ის ხალი. კოლექტიური წერილი რო დაწეროთ ახლა კოლექტიურისა ყველაფერი, მაგრამ ვერ გავიგე რა უნდა. ესე იგი ეს ძალით უნდა იწვალო, მიხვიდე დაერგო ტრუბას, მერე გადაჯარიმე. რა გავაკეთოთ აღამეთი? ნუ ესენი ხო აფერისტები არიან, ახლა რა ვიცი რა გითხრათ. ეხლა არჩევნები მოდის და შეკვირდებიან. ეხლა უნდა უთხრათ რომ არჩევნებზე ვერ გაიმარჯვებ და დაამთავრებ ეგრე. იცით ახლა ვერ გაგცემთ პასუხს მაგაზე. მაგათ ხელშია სასამართლოში უნდა ურჩივლოთ, სადმე უნდა უჩივლოთ რომ იქნებ რაღაცა ბერკეტი ნახოთ იმის რომ ზემოქმედება გქონდეთ და ზეწოლა გქონდეთ. ჩვენ აგერ ტელევიზორში პირდაპირ ეთერში ხართ და გამგები გაიგებს ამ ტელევიზორს უსმენენ ისინი და ნახავენ და თქვენ უნდა რაღაცაერთ მუქარა უნდა გაუგზავნოთ რომ მეორეჯერ ვეღარ მოხვდებიან მაგ ხელისუფლებაში. ხო, ხა გაქვთ ყველაზე კაი დრო ადგილობრივი არჩევნები მოდის და თქვენც ამით უნდა იხეიროთ რაღაცა, მიიღოთ ხეირი. როგორც გეკცევიან, ისე უნდა მოექცე. ახლა აბა თქვენ რა ბერკეტი გაქვთ, თოფს ხوارეს რომ დალუცვილო და იქნებ სოფელში დაძრათ ხალხი და რამდენიმე ადამიანი შეიკრიბოთ და წერილიც მიწეროთ, მიხვიდეთ, დაესაუბროთ და იქნებ რაღაცა გაინძნენ, თორე ფული სახში მიაქვთ, მაგრამ დახარჯვა არ უყვართ ხალხისთვის დახარჯვა და ეს უბედურება მარტო თქვენთან არ არის, რაიონებში ბევრგან არის ეგეთი პრობლემები და ტელევიზორში კომუნისტების პლენუმები მახსენდება რომ გამოდიოდნენ და უკვე განვითარებულ კომუნიზმში თუ რაღაცა შევდიოდით ყოველდღიურად ისეა ბიუჯეტი მატულობსო. ეხლა SWIFT-დან თუ ჩახსნეს ჩემი ფეხები შემოვა, საიდან უნდა გადმოგზავნონ ფული. ხალხო 70%-ზე მეტი საქართველოში უფრო მეტი გაცილებით ცხოვრობს გამოგზავნილი ფულით. იმ ევროპიდან, რომელზეც ესენი იძახიან, რომ ადრე იძახდნენ, რომ ესეთი აი ღმერთის ტოლები ვართ, რომ უვიზო რეჟიმი გავაკეთეთო და ახლა იძახიან, რა გვინდა ეს უვიზო რეჟიმიო. იმის გინდა რომ ფული გამოაგზავნო და შეერი არ მოკვდეს ეს ხალხი, თორე აქ სამუშაოს ვერავერ შოულობს და არც არის მაგის საშუალება, რომ ბავშვები სკოლას დაამთავრებენ, ინსტიტუტს და მიდიან და აღარ ბრუნდებიან სამუშაოს შოულობენ, ნიჭიერი ხალხი კია და დემოგრაფიული კრიზისი გვაქვს. აი იმენა დემოგრაფიული კრიზისია ქვეყანაში რა. იცლება და იცლება საქართველო და აი თქვენ წერობრძანა ბატონმა საიდან ამდენი პაკისტანელი და ამდენი ინდოელი და ამდენი არაბი და გადამთიელი ჩამოდიან და ავსებენ კარგ ადგილს ვინ დატოვებს ცარიელს. ზოგი მუშაობს, ზოგს ახლა ირანში დამეში 4 და 5 წვილი ცოლსკილი ყავს და ერთს აქ დატოვებს იყოს. ერთს კი არა, ამდენიმე სტოვებენ რა თქმა უნდა. აქ კლიმატიც მშვენიერია და წყნარი ცხოვრება და იაფია და ყველაფერია და გისმენთ ზარია. ალო. დიახ. თუ შეიძლება შეგეთქვა. ზანეთ. როგორც ლაპარაკი თქვენ ლაპარაკი ჩიხური მდგომარეობა. ცოტა ტელევიზორს მოშორდით რა, აი დისტანციაზე რა. კი ბატონო, მოვშორდები. დიახ. ხო და აი მე კითხვა მაქვს, ნიშნება კითხვა. ამ სიტუაციიდან არჩევნებით მაგინი არაპირებენ წასვლას და როგორ უყურებთ რევოლუციური გზის განვითარებას. აი შემიძლია მაგას პასუხი. მოდი ერთ შეკითხვას სხვაფერ არ გამოვა. ერთ შეკითხვას მოგცემთ. თქვენ ბოლოს როდის იყავით არჩევნებზე? არჩევნებზე ამათინამდე. ამათ ვისი წინააღმდეგ? პირველი დღიდან ივანიშვილო დავინდა 2000-ში რუსია. მადლობა. არა, როჟაზე მაგერ ავშვაშია სახეზე. მადლობთ სარისთვის და რევოლუციაზე იყო შეკითხვა და ისიც რა ჩვენ არ გვინდა
ჩვენ თვალში ძირე დავინახო და სხვას რო უყურეთ წამწამსაც კი ვხედავთ. არ გვინდა თვითკრიტიკა, არ გვინდა ის რომ ჩვენ თვითონ რას ვაკეთებთ იმისის შეფასება. აი უამრავ ხალხს ვიცნობ და ვიცი ხა პოლიტიკაში და ხალხს ვტრიალებთ და რო გეტყვიან და მე ისე შინაურულად ეტყვი არ წავსულა არჩევნებზე. ან აი ბიზნეს მივეცი ხმა და იმიტომ რომ აი რა ვიცი ნაცებს არ გაემარჯვა და უამრავია ესეთი და იცით რა არ მინდა არავის შეურაცხყოფა მივაყენო მაგრამ აი ადამიანებს ვეუბნები ბიჭო ხმას მიცემთ ვიღაცას მე მთელი 4 წელიწადი მესმის გინება წევლა აი რაღაცა უკმაყოფილობა და ბიჭო იმ კაბინაში რო შედიხარ ხوار გითვალთვალებენ რა აიღე ის შემოხაზე ვისიც გჯერა და ვინც გინდა რომ იყოს და შენს დაისვენებ და ხალხის დაისვენებს და ყველა კარგად იქნება. რა ვიცი, აბა სხვანაირად ეს ომები და რევოლუციები იმდენი რევოლუციას არასდროს არ მოუტანია სიკეთე და კარგია ქვეყნის თავს ჭამს. რა ამას ჯობია ყოველთვის ევოლუციის გზა. რა თქმა უნდა და მეც და უნდა ჯერ ბიჭო აი 88 99 90-ის დასაწყისი როგორ მახსოვს ხალხი ერთად იდგა არავინ არ ეკითხებოდა ვინ ხარ რა ხარ ყველას რაღაცა აი შემართება ქონდა როგორც კი პირველი აი უყურეთ საიდან დაიწყო სამართლობა ეროვნული ხელისუფლების ჩამოგდების მერე და იმისი არ გამოკვლევა არ გამოძიებისა და მიფუჩეჩებისა და მისი მკვლელის დაყენება პირველ პირად საქართველოში იმან გამოიწვია ყველაფერი. იმის მერე არაფერი რევიზია არ ჩატარებულა. გაუჟელობის სინდრომი გაჩნდა. რა თქმა უნდა, შენ გაჩუმდი, მეც გავჩუმდები და ყველა მიდის, მიაქვს მილიონები, მომკითხავი არავინ არ არის და ესე მიდის და რა პოტენცია გქონია ამ საქართველოს ამდენი ბიჭო, სადღაც შავი ფული 80-90 მილიარდი ტრიალებს ქვეყანაში. შენ წარმოგიდგენე შევარდნაძე და მოყოლებული ყველა გუბერნატორი, მინისტრი, პარლამენტარი, რა ვიცი, ყველა მილიონერი გახდა. და რამდენი გამოვიცვალეთ ამდენი წელია და მიშას დროსაც ხო ხედავთ ახლა ესენი იძახიან რომ მილიარდები წაიღესო. ეხლა ესენი ერთმანეთს იჭერენ და 100 და 200 და 500 მილიონიო. რა გახდა ამისთან რა გაუმაძღრობა, რა უბედურება ჭირთ, რით არ გაძღა მათი როგორ რით არ გაძღა მის შიგანიო. და რა როგორ გითხრათ, აბა აქ უნდა ეხლა იმას ერი როგორ უნდა ჩამოაყალიბო ერმა თვითონ უნდა მიხვდეს თვითონმა ჩვენთაგანმა რომ საჭიროა ერთად დგომა იმ ადამიანებთან ურთიერთობა ვისაც მართლა უყვარს ეს ქვეყანა და ხო არიან ესეთი როგორ შეიძლება ხალხო ისე გავწყდით რომ ამაზე უკეთესი არ აყავს ვინც ხელისუფლებაშია ეხლა ამ კოლექტიური მდინარეზე უკეთეს ხალხი თუ არ აყავს მაშინ დაუპულა ეს საქართველო და აღარაფრის ღირსი არ ყოფილვარ და ესეც ვიქნებით თელი ცხოვრება და ნამდვილად აიტანდა ადამიანი და იქნებოდა ის რომ აი ხელისუფლება რო ყოფილიყო ხელისუფლება თავიდანვე დაუშვათ აი ამ ტიპის რა ტიპისაც აი ეხლა ბუნებით უნდა ყოფილიყო მაგრამ შენ როცა თავიდან 12 წელი ხარ ლიბერალი ხარ კანონი შემოგაკ იმ ნარკოტიკებზე მე ყველანაირ ლიბერალურ იმას აკეთებ გეიპარადებს დაშვებასკენ მედიხარ და ბოლოს ერთი წლის წინ უცბად რაღაცა გადაიცვა ტყავს და ხდები კონსერვატორი რომელიც არის სამშობლოსათვის ერთგული და ეს დანარჩენი აი ეს რაღაც ყველა ეს საქმეები ეს ლიბერალური საქმეები აკეთა სხვა აი როგორ შეიძლება ხო ან იგივე ის მომენტი ახლა წეღანაც აღნიშნე ხო პრემიერი არ ვარგა ჩვენი ბრალია პრეზიდენტები არ ვარგა ჩვენი ბრალია ჩვენ ავირჩიეთ ჩვენ ვიშნავდით გასო მე როგორ მახსოვს ბიძინა რო იხვეწებოდა და ბიძინამ ხალხს სალომეს გულისთვის სესხები გაუნოლა 3 მილიარდი დახარჯა კაცო სალომეს გულისთვის ხო ესე იყო რო სალომე არჩეულიყო პრეზიდენტი დედაკაცი კუდიანი დედაკაცი მოხსნეს იმითან ბანერებიდან და ბიძინა და ისინი იყვნენ და არიქა თუ არ აგვირჩიეთ და ერთხელ გამოდით და თქვით და ბოდიში მოიხადეთო ჩვენც უშვებთ შეცდომას ჩვენი შეცდომა იყო ვაპატიეთ ხალხო არა ევროპელების შეცდომა
ევროპელები. ბიჭო, შენ ევროპამ გითხრა, ძმაო, ჩემთან გინდა მოსვლა, გინდა ჩემთან იყო. მე აი ეს წესი მაქვს. აი ოჯახში რომ ვიღაცა მოვიდეს და გითხრას, შენთან უნდა მინდა ცოტა ხანი ვიცხოვრო, არა? შენ ეთქვი, მე ეს წესი მაქვს ოჯახში. ეს წესი მიიღო. შენ თუ სხვა წესი გაქვს, ვერ მიგიღებ, იმიტომ რომ ვერ შევთავსდებით რა. შევეწყობთ ერთმანეთს, კი ბატონო. ამათმა არ იცოდნენ, დღეს ევროპაში ეგ უკვე პრობლემა არ დგას. ეს მამათმავლობის და ამის გეი პარადების და ისა. პირიქით, იქაც კონსერვატორები მოდიან. კი ბატონო. იქ მოდიან კონსერვატორები და არ მოსწონთ და აგერ ტრამპი ებრძვის ზარია გისმენთ. დიახ. ისმის მაჩემი. კი ბატონო. დიახ, კარგად ისმის. კი ბატონო. ამას იმენი გადმოცემა იყო თქვენი გადმოცემა. ვერაპარაკი ლომია. ოდა, დღეს შეყვარ მაღაზიაში ერთი პატია, ხვალე შეყვარ მეორე პატია, ჯერ შეყვარ მომატებულია პატი. ოდა, მე რა პენსიები ხოლმე მატანებო. ის ოცილარი შეითავა ტრაქში ვიდარი, მაგალითად. გესმის? ეს ბერგავი. საპენსიო იმაზე აქვს. საპენსიო იმაზე. 20 ლარი და 20. მადლობა და მოგიწოდებთ რომ ცოტა კორექტულად ვიყოთ პენსიის მომატების ირაკლი და ესე 20-30 ლარით რო იმატებს რა პენსია და მადლობელი ვარ ზარისთვის, მაგრამ კორექტულობა გვართებს და ტელევიზია და ამიტომ ცოტა კორექტულად უნდა ვისაუბროთ ტელევიზიით და მართალ ბრძანებს ბატონი და ჩვენ სულ ამას ვსაუბრობთ რომ ქვეყანაში არის დისბალანსი იმისი რომ არის ძალიან დიდი ფენა, ძალიან დიდი უმცირესობა ფენა, რომელსაც აქვს დიდი ფული, მაღალი ხელფასები და არის აქეთ ამ მხარეს პენსიონერები, რომელიც 400 ლარზე უნდა გაიტანონ თვემდე, როცა პრაქტიკულად ეს 400 ლარი არაფერი არ არის. ხალხი გავუსი 400 ლარი უკვე იმ ასაკის ადამიანს აქვს, რომელსაც ერთი 700-800 ლარის წამალი ჭირდება. კი, ხო, აი მაღაზიებში მივდიოდი ზუსტად, რომ იგივე ეს პენსია ხო რეალურად მათ არ ყოფნის მედიკამენტებში, სურსათში არ ეყოფათ. რეალურად თუ დაიწყო არ ყოფნის და როგორ არის იცით, თუ არ აყავს პენსიონერს ვინმე დავხმარე, ის შიმშილით მოკვდება. ესე არ ხდება რა და შენ როცა 16,000-დან 20,000 გაქვს ხელფასი ცოტა უნდა გამოიხედო აქეთ ამ ხარეს და შენს ნუ შენ გასაგებია მაგრამ იქ მეზობელია ვიღაცა ის პენსიონერი შეხედო ესე არ შეიძლება არ ხდება ესე სოციალური დისბალანსი რომელიც აი ჩვენ ქვეყანაშია ესეთი არ ვიცი მსოფლიოში ძალიან იშვიათია ესეთი დისბალანსი სოციალურ სფეროში. დაუკვირდით, ან ხელისუფლებები სულ რაც ახლა არის სულ ძალადობრივად იცვლება რა. ახლა არ თქო რომ ვერავერ თქოს რომ მიშა თავისი ნებით წავიდა რა. მიშას უთხრეს უნდა წახვიდე ახლა ცოტა ხანი გაერიდე, მე მოგიყვანთ. თორემ მიშა ხაშურის ამბები არ გახსოვს ისინი რა იქნებოდა. ამათაც ეს უთხრეს, თქვენ ახლა ჩაანაცვლოთ, მე წახვალთ, იმიტომ მარიონეტები იყვნენ ბიჭო ესენი. ხო, მარიონეტები. აგია იმაზე ცუციკები დადიოდნენ და ახლა როგორ გითხრა? ეს თვითონ აღიარებენ ახლა ამას ჩვენ ხო არ ვიცახით არა რაღაც ყვილს და იმას და საქართველოში რა დაიმალება თუ ძმა? არა, თვითონ აღიარებენ, გამოდია ტელევიზორში, იძახენ 13 წელი ჩვენ ვიყავით ყურმოჭერი მონები, ამ რა ვიცი, deep state-ს ეძახიან თუ ლიბერალი, რასაც ეძახიან ჯანდაბა თავს, მაგრამ მაინც ხო აი მაგათი ყურმოჭრილი მონები ვიყავით თუ არა და დღეს გამოდიან სხვა იმით მაგრამ კარგი ჯანდაბას ყველაფერმა ხალხს მიხედეთ პენსიონერებს მიხედეთ რა ყველაზე მძიმე მდგომარეობაში არიან პენსიონერები იმ ხალხმა აშენა ეს იმათმა მოგიყვანეს თქვენ ეს ქვეყანა იმ ხალხმა მოგიტანა და ჩაგაბარათ თქვენ და თქვენ ძარცვავთ ქურდავთ ყველაფერს უკეთებთ ამ ქვეყანას დააფასეთ ცოტა მაინც დააფასეთ ეს ხალხი არა მდგომარეობა ძალიან ცუდი მდგომარეობა იცი რა აი თითქოს ეხლა ტელევიზორი ხო ყველაფერი გაყოფილი აქვს პრინციპში ეს
ბიძინამ როგორ გათვალა რა გახსოვს რომ კანონი რომ მეორეჯერ დააბრუნეს ხო ნუ და იცოდნენ რომ ამას დაიწყებოდა ხო პირველად ისა სალამ ჩაცრა და გამოვიდა კაცმა თქვა ეხლა ესენიო გამოუშვებენო ორთქლსო და არჩევნების მერე ნელ-ნელა დაიშლებიანო თან როგორ იყო იცი არჩევნების წინა დღეს უკვე ნაციონალები გამოიყვანეს ქუჩაში ამათ რომ გადაუხადეს ფული ვერაფერი ვერ შეძლეს რომ არ გამოსულიყავით ჩვენ ნამდვილად დაზარალებული ადამიანები უსაც ნამდვილად არჩევნები გაგვიყალბეს იმათაც გაუყალბეს ნაცებსაც მაგრამ იმათ მოუმატეს პროცენტები და მასე გაუყალბეს. ო ახლა აი მე წარმოდგენა არა მაქვს რა ისევ დაუბრუნდეთ აი ამ გორბის იმას რა ქვია გამოკითხვას რაც იყო რა და აი მე ვერ ხედავ იმ რაოდენობის ხალხს და არ მინახია ის რაოდენობა ხალხის რა პროცენტიც უწერიათ აი ამ კოლექტიურ ნაცმოძრაობას ერთად. 40% გამოდის ისე. ხო, ისე 40%. ხო? რა კარგი აი ხო მაგათაც თავიდან ვერ შევა აი ხელისუფლება შევკიდე რომ წერ ამას მანახეთ სახეზე რა ეს ხალხი რა ის 40% დამანახეთ გავაუქმო ეს პარტიებიო და აგერ ეუბნება წამო არჩევნებში რომ გაიმარჯვონ მე როგორ გააუქმებ აი ესეთი აბსურდული რაღაცა ჯერის რა სპექტაკლი იყო რაღაცა კომისიის შექმნა და იქ რაღაცა აი ძალიან უძღეული რაღაცა იყო ვიღაცა მოყვა რაღაცა ბიჭო როცა დრო იყო და ფაქტები იყო ფაქტები მაშინ არაფერი არ გითქვია ეხლა ვიღაცის მონაყოლზე და ჭორებზე გაკეთებული მაგრამ აგერ ორი კაცებს ვიყავთ რეალურად ის ხალხი რომელიც ტელევიზორითა გადაღებული და ეს დაგვიჭირეს როგორ დაგვიჭირეს რა იყო მან როგორ იყო და არავის არაფერი კარგი ჯანდაბას არ გვაი მაგრამ ხო შეიძლება გაარკვიო რა ეხლა გვარამიას რო შენ დასდებ იმაში რაღაცა ხდომაზე არ მივიდა და 3 თვე რომ მიეცი თუ 4 თვე თუ 5 თვეა 5 თვიანი პატიმრობა რომ ისეს აგერ აგეყოთ ჩვენი საქმე და იქიდან იმ საქმეზე დაგეჭირათ გვარამია 10-დან 15 წლამდე აქვს ჩვენ საქმეზე არა წყობთ ეგეთი რამე რაში აწყობთ ესენი ეხლა ჯერ ეს რა შეთავაზებთ პროკურორი იყო თუ რაღაცა მოადგილე იყო და 1 საათიანი ფილმია გადაღებული პროკურორის მოადგილე იყო 1 საათიანი ფილმია გადაღებული ჩვენზე თუ როგორ გვინდოდა საერთოდ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა რა სახელმწიფო სამშობლოს ღალატი ხო მე გადაგვიქვა მე ეს მუხლი ჩვენს მე ერთმა ამოაღებინა ვაფშე კონსტიტუციიდან სამშობლოს ღალატი მიშას ესე ქონდა რომ მიშას ჩამოგდება ნიშნავდა სამშობლოს დაღუპვას ანუ მიშა იყო თვითონ სამშობლო ის ყველაფერს განასახიერებდა ეს ავანტყოფი რეგვენი და სამშობლოს ღალატი მე და შენ დავაბრალა და ამდენ ხალხს 72 კაცი დავხიჭირეთ ამ რეგვენმა ამ საცოდავმა ამან და დღეს კიდე იმაში ყავთ მოთავსებული სასტუმროში აცხოვრებენ და აგულავებენო და ჩვენ კიდე ჯერ რა გაგვიკეთე კაცო ოფისები რო დაგვიკეტა და ბინა ჩავდე მაგისტრის და ხაზარაძემ გამიყიდა რომ გადამეხადა ეს ფული როგორ შეიძლება ხალხს ფული არ გადაუხადო რა დააშავეს იმათმა რა დააშავეს ხო და რა ვიცი აი ესეთი ცხოვრება მოგვიტანეს ამათმა ეხლა წეგან ტყილა კი არ დავიწყე მითი რომ ფერიფერსა მადლიღმერთსაო ნელ-ნელა ესენიც უკვე გადადიან დიქტატურაზე უყურეთ ახლა პრორუსი რას ნიშნავს არ ვიცი მაგრამ ამათ რო პრო ჩtildeო კორეა და არ ქვან პრო ჯერ არ ვიცი რა არის მაგრამ ესე იგი თუ ხელისუფლებაზე თქვი აუგი რამე ისეთი ან სადმე ტელეფონში მოგისმინე და თქვი რომ გაყალბდა შეიძლება ადგილზე დაგხრიტონ იმიტომ რომ ეს არის ხელისუფლების შეურაცხყოფა ისინი ხელშეუხებლები არიან ისინი არიან ყველაფერი და რომ გამოდგებიან ტრიბუნიდან ბიჭო თუ მოусმენ გაგიჟდები კაც რო არ იცოდე აი თქვა ვიღაცა ჩამოვიდა და არა ბა უნდა იყო რომ უსმენდე მარტო რა ქვეყანა ყოველდღე იქნება არა ვიღაცა ჩამოვიდა გაგიჟდება ეს რა ქვეყანაში მოგწიო კაცო იავარდით მოფენილშიო და ამ დროს უსაზღვროდ არის ამდენი პენსიონერია ბიჭო ხო შენ აზე ხარ თუ 800,000 პენსიონერია და პენსია ყველაზე მაღალი არის 450 ლარი
ეს უკვე 70 წელს გადაცილებული. მე არ ვიცი, მე უბრალოდ მედიკამენტებზე ვქო, მე არ ვიცი სურსათის ფასებს, ირაკლი, სურსათის ფასები ხო საერთოდ კატასტროფაა რა. კომუნალურები, სურსათი, აი როგორ აი უბრალოდ მაინტერესებს აი ეს დეპუტატები და აი არ ფიქრობთ ერთი აი ეს ხალხი როგორ ცხოვრობს? ბიჭო, იციან რომ ვიღაცები ყავთ და უგზავნიან. მაგრამ არა, მეორე მომენტია, იცი? აი ესენი ეხლა ფიქრობენ იმას, რომ ნუ კაი ესე ქართველი აი სოციალურ საკითხზე არ გამოვა რა. არ გამოვა, არ იკადრებს, რომ აი პური გაზრდილს და ლაპარაკობენ, რომ მათხოვრები ხო არ ახართ ახლა მხოლო რა. ხო რა, ნუ ეს პრაქტიკულად აი ესეთ იმაში ხარ რა გადასული, რომ აი არ გამოვა და ნუ ეს გავატაროთ და ესე იქნება რა. რატო არა გამოვიდეთ კიდევაც და მოვთხოვოთ. მოვთხოვოთ იმ ფასების დაწევა უნდა მოითხოვოს პირველ რიგში და არა ის რომ ვიღაცა NGO-ს ფული შეუჩერეს და მაგის გულისთვის ატყდა მთელი ამბავი. ჩვენ კი გამოვალთ, მაგრამ რა ვიცი, ხალხი უკვე რა ვიცი, აი მე ვიცი იქამდე მიიყვანეს ადამიანები რომ არ ჯერავთ არაფერი, არც არჩევნებიც, არც არავისი ამ ბიზნესზე არ გახსოვს რას ამბობდნენ, აუ ეგ მილიარდელიაო 1-2 მილიარდ საქართველოსთვის დახარჯავს და რაღაცა არ მოიპარავს. აი ეს იყო მთავარი ის რომ აი არ მოიპარავს. მე და მოიპარა და ესენი არ მოიყვანა ბიჭო, რაღაცა შეიძლება რაღაცა სიკეთისკენ შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ არაფერი არ ხდება ხალხო სასიკეთო. ჩვენ ახლა ჩასაფრებულები კი არა ვართ, უბრალოდ ჩემი ქვეყანაცა მეც აქ ცხოვრობ, აქ ცხოვრობ და ჩემი წინაპრები მესამე თაობის თბილისელი ვარ, ბაბუაჩემიდან მოყოლებული და მინდა რომ იყოს კარგი იყოს ეს ქვეყანა, რატო არ უნდა იყოს კარგი? აი პირიქით კითხვა რომ დავსვათ, რატომ არ უნდა იყოს კარგი? ყველაზე კარგი მიწაწყალი გვაქვს, ყველაზე კარგი ბუნება გვაქვს, შესაძლებლობები ყველაფერია, მაგრამ არაფერი არ კეთდება. თუ ბიჭო თან როგორ რაღაცა კეთდება ირაკლი, იმიტომ რომ ხელისუფლება არ არის ის ხალხი არ არის ხელისუფლება, ვისაც ქვეყანა უყვარს. ყველა კიდევ ერთხელ თავისი ჯიბისთვის არის. აი ეს არის უბედურება, მაგრამ ეს ხო ხალხმა მოიყვანა ეს ხელისუფლება კაცო. ახლა ისეც ხო არა მართლა ყველა გააყალბეს, რაც ხმები. არა, ყველა რა თქმა უნდა. აი, თქვათ რამდენი აიღეს, ხო 60% აიღეს, ხო იმაზე. რაღაც 35%-მდე. აი 30-35 და დანარჩენი გააყალბეს, მაგრამ ის 35 ხო აიღეს. იმ ნაცემსაც ხო ხმამისცა ხალხმა. კი ბატონო. ალტერნატივა არ არის, როგორ არ არის ალტერნატივა, უნდა ეძებოთ. მონახეთ და იქნება, არ გინდათ რომ მონახოთ და ხო ხედავ რა საკეთებენ ახლა ისევ გორფს რო დავყვე. ეს ეროვნული ძალების ნელ-ნელა გადაწევა ხდება. ახლა იმ საქართველოს დედავატირო რომ ჩახდილებს რეიტინგი ექნება ხალხო. ნუ ეს როგორი დაცინოა ეცი ახლა მე მწხვენია კიდევაც რომ იქ რაღაცა რეიტინგში ვართ თუ რაღაცა არ არის სწორი, არ ხდება ესე ამ საქართველოში კაცო. არ ხდება, არ არის, ნუ მაშინ არ ყოფილვართ ქართველები და არც არაფრის ღირსები არ ყოფილიყო უკანალ მიშვერილი ადამიანების პარტიას რომ ჩვენზე მეტი რეიტინგი ექნება 12 პარტია ვიყავით გაერთიანებული ამ მიმართულებით და რა ვიცი ახლა როგორ არის მაგ გისმენთ ზარია კაცო გამარჯობა გიყურებ და სერიოზული ხალხია თქვენ არჩევნებს გძებნათ ბატონო ჩემო რახან თამაშობთ ამ დემოკრატიულობანას მე არ გერა აი მაგაში არჩევნებს თქვენ იყავით არჩევნებზე? ოცნებან თქვარო, მაგრამ მათაც ოცნებან თქვარო, 54% ჩავიღო, აი ეს. ეხლა ამბობ 56% ჩავიღო, აი ეს. აი ჩემენი კი არა მთავარი კაცი. თავი არის, დათულა. ამ როგორ დაიწყო? კი, მაგრამ იცით რა, ყველა რომ მივიდეს და ხმა არ მისცეს, ეხლა მასეც ვერ დათვლიან რა. არა მასე მიშასაც შეიძლება პატუცემულო დაეთვალა და მაგათი რომ ჯეროდეს
რეფერენდუმი. საკითხი. რა ვიცი. ნუ ერთი მხრივ აი ეს არის რა იცი ირაკლი კიდევ ერთხელ გავმეორდებით ხშირად გვიქვია ჩვენ ამ ეთერიდან ხშირად გვიქვია რომ ეს არის ნიჰილიზმი რა. ხო, აი წინ ხო, ნიჰილიზმი და ეხლა 4 ოქტომბრის არჩევნებზეც აი ესეთი ნიჰილიზმია, რომ აი ხა წინასწარ უკვე ეს შემოაგდეს ეს ვარიანტიც, აგერ 56 ამას და მოდი რა თქვენ თავს ნუ მოიკლავთ რა, ნუ ჩვენ მივხედავთ, არ მოხვიდეთ რა. აი ეს ამ კომბინაციას ათამაშებენ და ეს არის ნიჰილიზმი და პირიქით ყველანი უნდა მივიდეს არჩევნებზე კიდევ ერთხელ იმ 4 ოქტომბერს და ის პატრიოტული ეროვნული ძალების შემოხაზეთ, რომელიც თქვენ გესიმპათიურება და არა ის ნაცები და ოცნება. არავინ არ ხედავს ამას. გისმენთ, ზარია გისმენთ. ბაბადი ხელმეორე თეოლოგია ჩემი საფრენი ზაი ბოლომდე ვერ გითხარი. კი ბატონო ბრძანეთ. არჩევნებზე ნამდვილად უნდა მივიდეთ. არჩევნებზე არ უნდა დაიშალოთ. თანემარ გამოცხადება შედეგი. იმ შიგნით დამწრეს უნდა ეკინოდეთ. თუ გაახალდეთ, ხალხი სხვანაირად მოიქნობენდეს. რატო გეუბნებით ამას? ადამიანს კიდევ წეგან შემოედის ხალხზე, საკვებზე და სასაცილზე მე რა თქოს ეგაჭირებული ხალხ. ნუ, რა თქმა უნდა. რა თქოს მე გაჭირებული ხალხ, გახედეთ თემი ქალაქის გარშემო, სასახლეები, სპარნასზე, ჯახაბასარაკორი ასეთი სასახლეები. კუჩეთის ფორმას არ უნდა, მიოდეკი და დაიწიო. ასეთი დიფერენციაცია ხალხი შეიძლება. აი ადუხებულია დღეს აი ხალხზე მელაპარაკებოდი. ვერ გადმოგეცით კიდე როგორც უნდა მე ჩემი დორისკაც ისე. შესაგი ცენტრალური მაგისტრალი უკავია ძირი და ხელ დავაძერეს იმას ხალხს რომ ჩვენ დავალენება დაკავ. შეიძლება ასეთი რამე ქვეყანა კი. კანი არ კონდეს სახელმწიფოს დაზიანებული 30 წლის განმავლობაში. და მე აი თქვენ რეფერენდუმს ატარებთ ფაქტობრივად რომ გამოდიხარ. იქ რეკავ. ამათი მომხრეა 99% ყველა მოხატავს ვარცხნისობას. მეჭი აღარ არის მივიდინოთ. ბაბათი მადლობა ზარი. რა თქმა უნდა, გაყალბება რო ხდება და მაიმუნობა რო ხდება, მაგაშია საქმე და ამას იცით რა ხელს უწყობდა ეს ამერიკა და ევროპა, იმიტომ რომ იმათვის არა ხალხი, არამედ სასურველი ხელისუფლება, რომელიც აი ყურმოჭრილი მონები უყვართ, აი გურიაშიც ყურმოჭრილი მონა არისო. ანუ ყურშიც რო არ ეყურება, ესე რო არის და მონა რო არის ბუნებით. მაგრამ ეხლა უცებ დავაშკაცდნენ, მაგრამ სულით ხო მონა დარჩნენ, არა? ესაა უბედურება, რომ როგორც ჯორდანია გაიქცა საქართველოსთან, ისე მიგვატოვებენ ესენიც და ყველაზე საშიში ამგლის ხახაში არ ჩაგვაგდო. თურქეთის ჯარს შემოიყვანებენ, კაცო, ან რუსეთის ჯარს და აქ მოხდება დიდი დატაკება და ჩვენ ვიქნებით ის ლელო, სადაც გაიმართება ეს უბედურება და ამიტომაა საჭირო თუ ბიჭო ხო ხედავ რა ხდება სომხეთი და აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი დაჯდნენ და ლაპარაკობენ. შენ ამ დროს ენა გადმოგდებული ეს კოლექტიური ეს რაგვარია დინარაძე ეს კაცი რომელსაც პროკურორის ის ერქვა რა ქვია ადვოკატი რაღაცას მიყვება რა თმინდა ბიჭო შენ რო ნახე რაღაცა მე ეს 50 წლის წინ ნახე და ვაკეთე რა გააკეთე თქვენ მოპარვის და გაქურდვის მეტი არაფერი არ გააკეთე სისხლი თქვენ არ დაგიყვლიათ არ გიშრომიათ რას უშვებით ვეტერანებს 5 ჯერ გაუზარდეთო და ვინც არის ახლა ეგონა ეთყობა 500-1000 ლარი 100 ლარია ბიჭო ვეტერანების ფული კაცმა რომელიც სიცოცხლე გაწირა ახლა ტყვიას მისამართი არ ეწერა თორე რა ვიცი მისამართებით იქნებოდა სარი ისვენთ მოგესალმებით გამარჯობათ და შეიძლება აი სათავრობო კომიტეტი მე მოგესალმებით და მომწონს იმიტომ რომ სამართლის კოლექტივი ყველა საქართველოს კოლექტივი და ვერ გაიგებს და ბევრი რამ გავიგეთ აქ დეპუტატებმა იმდროცა ჩვენ ასე აღდგა ისე როდესაც პარლამენტში რაი
ზეთი და რატო იწერდეს ეს აკია ეს ხება ამ ხრივ კარტია მაგრამ გაჩერდება იმას რომ ნაისა ნაციონალისტო ოსმეთამ მე ოსმეთო მათედა სამწელა მაგრამ ოსმეთი კი არა ოსმენ დასავლეთი რიტორიკა თუნე ნაციონალიზმი მაგათი თავარიტებს ყოფილად გასაგებია ქალბატონო მადლობთ ზარისთვის მოდიშ გიხდით ჩვენი საეთერო დრო იწურება ორი სიტყვით გეტყვით ეგ სპექტაკლი იყო თუ დამნაშავე არსებობს პროკურატურა და გამოძიება გადასცენ უნდა იმას და გამოიძიებს და ეს ასისულელია პროკურატურა რო ეძებს ადამიანს იმას კი არ იჭერეთ ძალით მიყავთ იქა და ამათმა არ გამოცხადდა იქა და ნუ რაღაც სისულელია დამიჯერეთ ეგ არაფერი არ არის ისევ და ისევ მივდივართ აი მისკენ ტროიკა რო იყო მის დროს SSR-ის დროს სისულელია ეგ ყველაფერი ეგ არის რაღაცა რაც იცით რა რაც ვერ გააკეთეს და რისი ერთი ადგილიც არ ქონდათ თავის გარდა ერთი ადგილიც ის ეხლა ვითო ეხლა აკეთებენ რაღაც სისულელებს და ხალხს თავს აზიზღებენ რა ბოლო ეგრე ხდება უკვე გადადიან დაუკრეფავში მე ნამდვილად მინდა რომ რა ვიცი აი ჩვენ ხანდახან ისეთ გომარობაში გვაყენებენ რომ ხანდახან თავი გეზიზღება ადამიანს რომ რაღაცა ისეთი გინდა კარგი გააკეთო და ვერ აკეთებ იმიტომ რომ არ არის გარემო არ ხდება ესე როგორ შეიძლება მართლაც აი გიამ თქვა წეღა რომ ვიღაცა არა კაცებმა და ქალებმა არასამთავრობოები რო ქვია ფული ვერ მიიღო და ამისთვის ხალხი ქუჩაში გამოვიდა და იმისთვის რომ სახში ბებიები, ბაბუები, ვიღაცები არა ყავთ კაცო არ ხედავენ რა მდგომარეობაშია თუ იქიდან ვიღაცა წასულია და მონის შრომით შრომობს და ფულს აგზავნის და ამით კმაყოფილდებით და მე არ ვიცი ესეთი ქვეყანა მე არ მახსოვს საქართველოს ეგეთი მე სხვა საქართველოს მახსოვს და სხვანი ვიყავით რაღაცა დღეს მისტერია პირდაპირ ამ ფულზე აი ფულის გულისთვის ხოცავენ ერთმანეთს სახელმწიფოები და ხალხი და რა არის ამისთან მოусმინეთ ხანდახან პატრიარქს რაც გეუბნებათ როგორ მოძღვრავთ ფული იშოვეთ მაგრამ ამისთვის კი არ უნდა შეაკლა თავი და შეაძულო ქვეყანას და ხალხს ბოლო ამ ქვეყნიდან ვერაფერს ვერ წავიღებთ გარდა იმისა რომ სახელი უნდა დატოვო და შენი საქმე დატოვო და საფლავებში რო არ ჩაგვაფურთხოთ სულის მახსენდება მაკედონელი სიტყვები ხელები გადმოაწევინეთო და ალექსანდრე მაკედონელს არ საუბრე არაფერი და თქვენ ვინ ამას შეგატანთ იქ ხალხო ამიტომ მინდა რომ შეგიძახოთ რომ რა ვიცი ცოტა ყურები არ ჩამოვყაროთ ეს მაგისტვის მუშაობს ეს ტელევიზია და ეს რა ქვია ინტერნეტი და ის რომ ხალხს უთხრან რომ რაზე მოდიხარ არჩევნებზე მაინც ვერაფერს გამორჩები მაინც ეს იქნება ხელისუფლებაში ვიცაც დანიშნა არ არის ესე არ არის აბა თუ ახლა პატიოსნად მაპატიეთ არ ამბობენ რომ ვიყავი ყველა ეძახის ვიყავიო და ვიცი რომ ადამიანს ეთყობა იმას რომ იყო თუ არა არჩევნებზე ხა პრეზიდენტის არჩევნებზე არასდროს არ ყოფილვართ იმიტომ რომ მონარქისტებს არ გვეხება საპრეზიდენტო და ისე არჩევნებზე ყოველთვის ან ჩვენ მონაწილეობდით ან ვიც მონაწილეობდა და იმასაც ხმას ვაძლევდით ნამდვილად პატიოსან ხალხს ამიტომ რა ვიცი მე მინდა გისურვოთ ყველაფერს სიკეთე ეხლა ძალიან სიცხეებია ვისაც საშუალება გაქვთ ღმერთმა მოგცეთ საშუალება რომ ბავშვები დაასვენოთ სადმე ხაერი გამოუცვალოთ და სექტემბერ-ოქტომბრისთვის მზად იყვნენ მშვიდობიანად ყველაფერს სიკეთეს გისურვებთ მომავალ შაბათამდე დავემშვიდობოთ მერტი გფარავდეთ და წმინდა მარიამი იყოს თქვენი შემწე